ჩემთვის ერთ-ერთ მტკივნე თემასაც მინდა შევეხო, რომელსაც ქვია წიგნის კითხვა და ამ თაობას რასაც უყურებ დიდად გადარეულები არ არიან წიგნის კითხვაზე. თქვენ ნათქვამი იყავთ ბევრჯერ, რომ წიგნი ძალიან გიყვარდა და მათ შორის შოთა რუსთაველის ფანი ვარო ესეც გავთ ნათქვამი. მაინტერესებს მოდი რატომღაც ყველასგან მაინტერესებს რომელი ნაწარმოები უყვარს, იმიტომ რომ მე მინდა ჩემი თქვა ხოლმე რომ ჯემალ ქარშხაძის თქმურია ჩემთვის აი არ ვიცი. ვერაფერ მოვეჩაანაცვლა ჯერჯერობით. წიგნზე გითხარით რომ რას კითხულობთ, როგორ კითხულობთ საყვარელ ნაწარმოები რა გაქვთ და როგორ ვასწავლოთ და შევაყვაროთ ბავშვებს წიგნის კითხვა. ერთ კითხვას ჩავამატე, მამა თუ გირჩევდათ ხოლმე წიგნის კითხვას. კი, წიგნის კითხვას ყველა მირჩევდა, ზოგადად თორემ რომ წიგნის კითხვა მაინტერესებდა და წიგნებსაც მირჩევდნენ. ხო, ანუ ეგ ვიგულისხმე წიგნებსაც მირჩევდნენ და ვისაც როგორ შეეძლო ისე მეხმარებოდა. უბრალოდ იცი რა არის, აი თელ ამ ჩემს რჩევას და ამ ყველაფერს ერთი პრობლემა აქვს, რომ მე არა ვარ დარწმუნებული, რომ PlayStation რომელია ახლა მე-5 თაობის თუ მე-6 თაობის PlayStation და GTA გამოდის ახლა ელოდებათ რაღაც. აი ეს რო ჩემ დროს ყოფილიყო, მე წავიკითხავდი თუ არა პირობითად უთავ მხედარს, არა ვარ დარწმუნებული მიუხედავად იმისა, რომ გთქვამს ანალოგია. ძალიან მიყვარდა უთავ მხედარი პირობითად. მაგრამ რაღაცნაირად ის ვიცი რომ მე რო წიგნი მაქვს წაკითხული, ის მამდიდრებდა სულ და ახლაც მამდიდრებს. და მეცაც გეტყვით, ანუ რაღაცნაირად ყველაზე მეტად რაც ასეც შეიძლება გამოგადგეს ბევრნაირად ირიბად შენი სიტყვათა მარაგი აზროვნების რაღაცაზე გავნა იქონიოს ინფორმაცია მოგცეს რაღაც, მაგრამ მე მაგალითად თავის დროზე გამომადგა, როცა ჩამოვედი სამეგრელოდან პირველ კურსზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და იქ სტუდენტები შეიკრება ვინ რაღაცას ლაპარაკობს, ну უცბად აღმოჩნდებოდა რომ ანუ ვიღაცები იყვნენ როცა ასევე ბევრი წიგნი ხონდა წაკითხული, შეიძლება ჩემზე მეტი წიგნი ხონდა რაღაცა, მაგრამ აი მეც ერთ-ერთი ვიყავი ძალიან ცოტა ადამიანს შორის, რომელსაც იმ დროს იმ გაგებით ბევრი წიგნი ხონდა წაკითხული. და შემხვდებოდი, რომ რაღაც ტიპის უპირატესობა გქონდა, როგორც აი ფეხბურთელს აქვს უპირატესობა და ის გრძნობს თავის უპირატესობას თუ უკეთესად არის ნავარჯიშები ან ეგეთი ტიპის არაპირდაპირ უპირატესობას შეიძლება რაღაც კონკრეტულ სახელმწიფო და სამართლის თეორიის სწავლასთან ეს პირდაპირ კავშირში არ ყოფილიყო, მაგრამ ნუ შენ უპირატესობას გაძლევდა რა რაღაცნაირად. და რაღაც უპირატესობა თავდაჯერება ამ შემთხვევაში. რომ წიგნების კითხვაც თავდაჯერება მოქონდა ჩემ დროს. მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან როცა მე ვთქვი წინასწარ რომ არ ვიცი ამ პირობებში როცა ეს არსებობს, როცა ამდენი სხვადასხვა გასართობები აქვს ბავშვებს, წიგნების წაკითხვა იქნებოდა თუ არა ისევ ინფორმაციის მიღების საშუალება, რთული ამის თქვა, თუმცა მე ვურჩევდი მაინც საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე იმისთვის რომ იყვნენ უფრო მეტად თავდაჯერებულები.